ჩემი შვილი იყო მძევლად აყვანილი პრაქტიკულად. საშინელი ღამე იყო. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი სად იყო საერთოდ ჩემი შვილი. საათების განმავლობაში არ ვიცოდი სად იყო, როგორ იყო, თავს როგორ გრძნობდა. ტელეფონი იყო დალეწილი. ადამიანი, როდესაც არ არის დამნაშავე, მე ვფიქრობ, რომ არც ერთი საათი არ უნდა იყოს დაკავებული. მე მაგათად რამდენჯერმე წამლის დალევა დამჭირდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი შვილი იმათ ხელში არის და ანუ ვერ ვაკეთებ ვერაფერს. ძალიან მძიმე იყო. ნუ სასამართლოც ძალიან მძიმე იყო. ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, არავის არ უსურვებ, აი მართლა არავის არ უსურვებ. ის რასაც ესენი აპირებენ ჩემთვის და ჩემი ტიპის ადამიანებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი. ძალიან არ არის ნაცემი, ანუ რა გვიხარია სინამდვილეში, რომ ძალიან არ არის ნაცემი ჩვენი უდანაშაულო შვილები. ძალიან არ არის ნაცემი, რა ვიცი. იქნებოდა ესე შუაღამის დაახლოებით 2-ის ნახევარი იქნებოდა, როდესაც ჩემს ორივე შვილს დაურეკე და რომ ესე პერიოდულად ურეკავთ ხოლმე ერთმანეთს თქვათ საათში ერთხელ ან თქვათ აი დარბევა თუ იქნება რომ კარგად არიან მომწერონ ან რაღაცა ეგეთი და დაურეკე და მითხრეს ორივე მითხრა რომ მოვდივართო ერთი იყო ჭიჭინაძეზე მაგ დროს მეორე იყო ჩიტაძეზე და რომ ველოდებოდი რომ უკვე უნდა მოსულიყვნენ სადაც ნახევარ საათზე მეტი არ ჭირდება ხო ჩემ სახლამდე მოსვლას და დავიწყე რეკვა გოგონამ მითხრა რომ უკვე წამოსული არის და მეგობართან გაივლიდა და მოვიდოდა სახლში და ქუჯი არ პასუხობს ერთხელ მეორედ მესამედ ნუ ვიფიქრე რომ შეიძლება არ ესმის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ მოდის და ნუ არ მშვიდად და ამ დროს ირეკება უცხო ნომრიდან და მეუბნებიან რომ არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ ქუჯი დაიჭირეს ვერ უშველეთ, უბრალოდ ვერ უშველეთ ვერაფერი, ქუჯი დაიჭირეს. ანუ ვერ უშველეთ ვერაფერი იყო უფრო ადრე ნათქვამი ვიდრე ქუჯი დაიჭირეს და რო გავიგე რომ დაიჭირეს, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შვება. მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდი სად იყო საერთოდ ჩემი შვილი, საათების განმავლობაში არ ვიცოდი სად იყო, როგორ იყო თავს როგორ გრძნობდა. ეს არა იყო ჩემი შვილის მეგობრისგან. მე ვნახე ინტერვიუ ჩემი შვილის მეორე მეგობრის, რომელიც ანუ აი დაჭერისთანავე პრაქტიკულად ან ძალიან მალევე ეს ინტერვიუ გავიდა პირდაპირ ეთერში და მე კადრებიც ვნახე როგორ გადაყავდათ ანუ ქუჯი როგორ გადაყავდათ უკვე ამ სპეცრაზმელებს. ვნახეთ მე ტელეფონი იპოვეს, ტელეფონი იყო დალეწილი, ნუ ტელეფონი რო ესეთი დალეწილი იყო, ამან ძალიან დამთრკუნა. მე დავიწყეთ უკვე მოქმედება, ვიყავდით იზოლატორში, ანუ ბევრი ნომერები იყო, სადაც უნდა დაგვერეკო ცხელხაზზე, ანუ რა ვიცი, აი კოშმარული ღამე იყო. საშინელი ღამე იყო. საიას ადვოკატი შევიდა მეორე დღეს უკვე დილით დაახლოებით 12 საათისთვის მანამდე ვერ მოხერხდა შესულიყო. ანუ 5 დეკემბრის 2 საათსა და 02 წუთზე არის დაკავებული. ხო და სხვათა შორის სასამართლოზე მოწმეებმა თქვეს, რომ დააკავეს 02 საათსა და 30 წუთზე. ანუ 28 წუთისად იყო ადამიანი, კადრებში ჩანს, ლაივის კადრებში ჩანს, რომ დაკავებული არის 02:02-ზე. და სასამართლოზე ამბობდნენ, რომ დააკავეს 02:30-ზე. არ შეიძლება, რომ ეგეთი სასამართლო არსებობდეს. ანუ ადამიანები უწოდებენ სპექტაკლს, ცირკს, წარმოდგენას და მე მგონია რომ ეს უბრალოდ ფორმალობა იყო. ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი რომ ნუ რამდენჯერმე გამეღიმა კიდეც, ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავე, მაგრამ რამდენჯერმე გამეღიმა კიდეც, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ამბობდნენ ხა მაგალითად ილანძღებოდა და იგინებოდა ჩემი შვილი, ეს არის გამორიცხული, რომ ჩემი შვილი ესე იდგეს, ანუ უნდა იცნობდე ადამიანს, ხო? შეიძლება ეს რაღაცა დაებრალებინათ ჩემთვის. რა ვიცი.
საუბრობდნენ უბრალოდ პოლიციელი და ჩემი შვილი და მისი მეგობრები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ მშვიდად. არ შეიძლება ესე მოპირისპირე მხარეს მდგომს ურტყა მარტო იმიტომ რომ საპირისპირო მხარეს დგას. ჩემი შვილებიც ესე ფიქრობენ და ანუ ესაუბრებოდნენ ამ პოლიციელს. მაგ დროს როცა ესაუბრებოდნენ უკანა მხარეს დაიწყო რაღაც ხმაური და კითხა ჩემმა შვილმა რომ ჩვენ ახლა რამე საფრთხე ხო არ გვემუქრება და პოლიციელმა უთხრა რომ არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ. უბრალოდ იდგნენ და საუბრობდნენ პოლიციელი და რამდენიმე ადამიანი. და ისე გამოვარდნენ და შეათრიეს. ადამიანი, როდესაც არ არის დამნაშავე, მე ვფიქრობ რომ არც ერთი საათი არ უნდა იყოს დაკავებული. ძალიან არ არის ნაცემი. ანუ რა გვიხარია სინამდვილეში, რომ ძალიან არ არის ნაცემი ჩვენი უდანაშაულო შვილები? ძალიან არ არის ნაცემი. რა ვიცი. საბედნიეროდ მძიმე დაზიანებები არა აქვს. მუშაობაც შეძლო მე მგონი უკვე ანუ მეორე დღეს იყო სახლში და მე მესამე დღეს სამსახურშიც გავიდა უკვე. ანუ რა ვიცი, ეხლა კარგად გრძნობს თავს. ისე სწრაფად იწყება და მთავრდება და ისე გამოაქვთ ეს განაჩენები, რომ აი შეიძლება სანამ დარბაზს იპოვეს სასამართლო დამთავრდეს საერთოდ. ხო და ჩვენც ესეთი რაღაც გვემუქრებოდა, მაგრამ ჩემმა უმცროსმა შვილმა გოგონამ ძალიან კარგად დაამენეჯმენტა ეს, რომ როგორც იქნა გავიგეთ, ვინ იქნებოდა ჩვენი მოსამართლე და მე იმ სტატისტიკით მიხედვით, რომელ დარბაზში ტარდებოდა ამ მოსამართლის სასამართლოები და ანუ არავინ პასუხს რო არ გეცემს და თითქოს ყველა რო ნერვები მოშლილი არის, აი შთაბეჭდილება გრჩება, რომ აი ისინი არიან გაბრაზებულები რა შენზე და შენ რაღაცნაირად კიდე მე ვცდილობ, რომ რაღაცნაირად აი არ ვიცი, მე მაგალითად რამდენჯერმე წამლის დალევა დამჭირდა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი შვილი იმათ ხელში არის და ანუ ვერ ვაკეთებ ვერაფერს. ანუ ძალიან იცი რა, ჩემი აი ეხა გამახსენდა აი შესაფერისი სიტყვა ზუსტად. ჩემი შვილი იყო მძევლად აყვანილი პრაქტიკულად. ანუ აი ის კი არა რომ ჩემი შვილი დაიჭირეს და აი პატიმარი იყო თუ რაღაც თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში. აი ჩვეულებრივად იყო მძევალი და ჩვენ იქ ნუ მილიონ ტანჯვას გავდიოდით, ცალკე ჩემი შვილი გადიოდა თქვა თავის ამაზე ჯერ არც გვისაუბრია. მას თავისი განსაცდელები ჰქონდა და მე მქონდა ჩემი განსაცდელები. ხო, აქეთ ოჯახს ჰქონდა ჩვენი განსაცდელი. საბოლოო ჯამში თითქოს ხო ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ იმხელა ფსიქოლოგიური წნეხია ეს, რომ ანუ გათენებული გაქვს ღამე შვილის ძებნაში, რომელიც იცი რომ არის ცუდად. ან ძალიან ცუდად. ესეც ძალიან მძიმე იყო. ნუ სასამართლოც ძალიან მძიმე იყო. ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, არავის არ უსურვებ, აი მართლა არავის არ უსურვებ. ემოციებზე ჯერ არ გვისაუბრია. ვერ მონახეთ დრო იმისთვის, რომ ანუ ისიც მუშაობს, მეც მუშაობ, ჩვენი გრაფიკები არ ემთხვევა და გვაქვს ჯერჯერობით არ გქონია ეს ჩვენ გვაქვს ხოლმე ესეთი ტრადიციული ვახშმები, როცა მთელი ოჯახი ვიკრიბებით და აი ჩემი ქალიშვილიც მუშაობს, ქუჯიც მუშაობს, მეც მუშაობ და მით უმეტეს ესეთი არეულ-დარეული პერიოდი რო გქონდა, მეც მომიწია გაცდენა და ახლა ამას ვანაზღაურებ და აი ეს აზრების გაზიარება და ეს თან ვცდილობ რომ თვითონ ანუ ზედმეტი შეკითხვების დასმა არ მიყვარს ხოლმე და ვცდილობ რომ როდესაც თვითონ იქნება მზად და რის სათქმელადაც თვითონ იქნება მზად, საერთოდ არ მინდა რომ რამე ზედმეტი ვკითხო. ჩვენ ძალიან ღია ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და შეიძლება რაღაც ვთქვათ ჩემს ცხოვრებაში ან მის ცხოვრებაში რაღაც ხდება და ჩვენ ამას ვხედავთ და ეს მკაფიოა, მაგრამ თუ რომელიმე ჩვენგანი სალაპარაკოთ არ არის მზად, ჩვენ შეკითხვებს არ ვსვამთ. ხო და მე ველოდები ახლა როდის იქნება მზად. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად იმ ჩარჩოში ვარ, რომ მის ანუ ვილაპარაკო დედის პოზიციიდან და აი ვთქვათ, არ ვთქვა ის, რას განიცდიდა, იმიტომ რომ სინამდვილეში მართლა ჯერ ამაზე არც გვისაუბრია და მე ვერ მოყვები, ვთქვათ, მას ჰქონდა თუ არა რაღაც ვთქვათ, შიშები, სხვა ემოციები, რა ტიპის სტრესი გადაიტანა და რაღაც. ანუ ადამიანი თვითონ როცა იქნება ამაზე სალაპარაკოთ მზად, მე ვისაუბრებთ ჯერ
კიდევ ძალიან მძიმედ ვარ მეც მაგის მერე ფსიქიკურად ცოტა გამიჭირდა აი ესეთ უსაფრთხო, აი სუნთლად უსაფრთხო გარემოში რო არის, გინდ და გინდ ჩემი ქალიშვილი, სულ უსაფრთხო გარემოშიც რო არის, ეს ისტორიჩკა დედები რო არიან ხოლმე საკუთარი თავი დავიჭირე უკვე რამდენჯერმე რომ ანუ მე ჩემი შვილების დამოუკიდებლობას ვაღიარებ ჩემი უფროსი შვილი იყო 3 დღის რომ მივხვდი რომ ეს სხვა ტიპი არის და ანუ ჩემნაირი და მე როგორც მინდა ეგეთი ვერ და არ იქნება, იმიტომ რომ აი 3 დღის უკვე სხვა ტიპია და გოგონაზე უკვე დაბადებიდანვე ვიცოდი ცხადია და აი მაგ დროიდან გვაქვს ჩვენ როგორ თქვა, დამოუკიდებლობა, ანუ რამდენჯერმე მითხეს რომ ეხა აღარ გაუშვა, იქ რატო უშვებ, აქ რატო უშვებ, ანუ ჩვენ არ ვართ ეგრე რომ ერთმანეთს სადმე ვუშვებთ, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვაყენებთ საქმის კურსში, სად ვართ და ვართ თუ არა უსაფრთხო და ჩვენთვის ეს საკმარისია. და ეხა ის რაც არასოდეს არ მქონია, ეხა დამეწყო, რომ სათხარ, ვისთან ხარ, გვარდასახელი მითხარი, ტელეფონი მითხარი, ეს მითხარი, ის მითხარი და მე მგონია რომ ამ ერთ კვირაში გავხდი ძალიან აუტანელი დედა. თუმცა ისა გამოვსწორდები იმედი მაქვს. მაგ თამაშის წესები არ იციან ჩემმა შვილებმა. ან სულ რო ცდილობ რომ აი დაწყებული აი პირადი სივრციდან მათი გემოვნების პატივისცემა, მათი გამოცდილება, მათი აი ვთქვათ ვიღაცა რო შეცდო მათ თulis მე რო ვეუბნები რომ ეს გამოცდილება და აი რაღაც სხვანაირად მივდიოდით ჩვენ და უცებ ესეც ამ სისასტიკეში დაგვაბრუნეს ძალიან რთული იყო ყველასთვის სამივესთვის ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო ჩემს ყველაზე მტკივნეული იყო ის რომ ჩემს შვილს რატომღაც ბოლომდე ეგონა რომ ანუ რაღაცნაირად ვერ სჯეროდა რომ ეს შეიძლება მართლა მომხდარიყო არ ვიცი რა ელოდა ალბათ ელოდა იმას რომ როცა კითხეს რომ თავს მიიჩნევდა თუ არა დამნაშავედ თქვა რომ არა იმიტომ რომ მე ერთადერთ რასაც ვაკეთებდი პოლიციას ვესაუბრებოდი და პოლიციელთან საუბარი როგორც ვიცი დანაშაული არ არისო მეტი მართლა არაფერი არ გავუკეთები ანუ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ხა მანამდე შეიძლება თქვაც რაღაცა სკანდირებდა შეიძლება უსტვენდა მაგრამ აი მაგ დღეს ეგ იყო ყველაზე წყნარი დღე მე მგონი ეს ფეიერვერკებიც აღარ იყო უკვე მაგ დროს სასამართლომ დამნაშავედ ცნოდა და დააკისრა 2300 ლარიანი ჯარიმა. ის რასაც ესენი აპირებენ ჩემთვის და ჩემი ტიპის ადამიანებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი. მე რა მგონია იცი? ეს ადგილი აი საქართველო, აი სამშობლოს რო ვეძახით, ხო? სინამდვილეში არის ადგილი აი ძაღლებმა რო იციან ტერიტორიის დაცვა, ხო? ჩვენ ამ ტერიტორიას ვიცავთ და სამშობლო დავარქვით, იმიტომ რომ ჩვენი მშობლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ იმათი მშობლებიც, კიდე იმათი მშობლებიც და ეს რო წარმოიდგინოთ რამდენი ასეული ადამიანი არის და დღეს და რამდენი ადამიანის დაცულ ადგილს ვიცავთ ჩვენ პატრიოტიზმს თავი რო დავანებოთ, ეს ადგილი ჩვენთვის, ჩვენი პოპულაციისთვის არის ყველაზე უფრო კომფორტული სამყოფელი და ბუნებრივია რომ ამისი დაცვის სურვილი, ანუ ძაღლს აქვს თავის ტერიტორიის დაცვის სურვილი და ბუნებრივია რომ ადამიანებს გვექნება ხო ამისი დაცვის სურვილი და
ამ ტერიტორიაზე კარგად ცხოვრების სინამდვილეში ეს უნდათ. იმიტომ ვფიქრობ, რომ აი მაგალითად ჩემ თაობას მე მაგალითად პატრიოტულ ლექსებს მასწავლიდნენ. მე არ მისწავლებია ჩემი შვილებისთვის პატრიოტული ლექსები, ვთქვათ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ის მათ ჩემზე ნაკლებად უყვართ სამშობლო. შეიძლება ჩემზე მეტადაც უყვართ, იმიტომ რომ მაგათ სხვანაირად გააზრებულად უყვართ. ეგენ თვითონ მიხვდნენ, რატო უნდა უყვარდეთ. ჩემ თაობა მაგალითად ესე გაიზარდა, იმის წინა თაობაც ესე გაიზარდა, რომ ის, ანუ, უნდა იყო უნდა ისწავლო ეს, უნდა ჩააბარო აქ, უნდა იყო საამაყო შვილი, უნდა იყო ასეთი შვილი, აი არასოდეს არ წამომცდენია, რომ უნდა იყო საამაყო შვილი. სულ ვამბობდი, რომ უნდა იყო ბედნიერი. და რომ შენი ბედნიერება შეიძლება ჩემსაც არ გავდეს. ხო და ვაცადოთ რა ამ ადამიანებს. იუმორი აქვთ კიდე სასწაული. ძალიან მაგარი იუმორი აქვთ. და აი ჩვენი იუმორი ჩემი თაობის რაღაცნაირი სევდანარევი იუმორი იყო და ამათი არის ისეთი ხალასი და თავისუფალი. აი ჩვენ ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. რავი, რატო არ შეიძლება? ეხლა ესენი ყველაფერზე ხუმრობენ. მეც მგონია რომ ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა. აი რა შეიძლება მეაღწიონ ვთქვათ, აი მცემონ და ერთ დღეს აღარ გავალ აქციაზე. ანუ აღარ გავალ აქციაზე, ხო? აი მცემეს და ანუ აღარ გავედი აქციაზე. და რა ეხლა მათნაირად დავიწყე ფიქრი? არა, ხო? შეიძლება ამათ უბრალოდ უნდათ რომ ეს მოასუფთავონ ეს ტერიტორია თავიანთ.